მართალი გითხრათ, ცოტა შეშინებული ვარ. რამდენიმე დღის წინ წერთა სახლში ჰქონდა ლია პაცვანიას წიგნის აღდგენა. აქ რამდენიმე თქვენგანი ესწრებოდა კიდეც რაღაც წარმოდგენები. ჩემთვის პირადად წლებია წიგნის აღდგენებს ვაკეთებ და სხვა დარბაზებში. მაგრამ რაც იყო, რაც მე ვნახე, ეს იყო ჯოჯოხეთი პირდაპირ. მე არ ვიცი ესე იგი რისთვის მოდიან საერთოდ ღონისძიებაზე. თუ ადამიანს საკუთარი თავის პატივისცემა არ აქვს, ცხადია ის ვერც აყობს და იმ საზოგადოებას დაალაქსებს, რომელიც დარბაზშია წარმოდგენილი. აი სამწუხაროდ იქ ესწრებოდა ერთი ჩემი ახლობელი, პირველად იყო შესაძლოა და ფსიქოლოგი, თავიანთი პარალიციური ფსიქოლოგი და მან იმ საღამოს ესეთი რაღაცა მომწერა, ცუდად გამყარდა გითხრათ. აი უცხო ადამიანის თვალიდან განახული. და სამწუხარო ის არის, რომ ქალების ხალბატონების დამოკიდებულება ვიცით, ჭორაობისას მამაკაცები უფრო უარესად იქცეოდნენ ვიდრე ქალები. და მე მართალი გითხრათ, ჩემთვის ის საღამო იყო კიდევ უფრო ხარ ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ არაფერი არ მესწოდა პირადად მე და საერთოდ არანაირი განწყობა არ მქონდა. ერთი შვილი მქონდა, როდის ჩავამთავრებდი. საკუთარ თავს მივეცი პირობა, თუ მსგავს რამ განმეორდება, როცა მე ვიქნები საღამოს სამყარო, გულწრფელად მომდა მას და შემსრულებელი ვარ, ვინც იხმაურებს გავაძევ დარბაზიდან, უმჯობესია თვითონ ესე იგი გავიდეს, თუ არ მოსვლის სიტუაცია, რომელშიც იმყოფება. მაპატია ასეთი შესავლისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალ ვერ ვნახე მართალი გითხრათ. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს. მოგეხსენებათ ქალბატონი ლია ჩიკოვანის რომანების, რომელიც მოქცეულია ერთ კრებულში, წარდგინება დღეს. უკვე მოკლე პერიოდში ქალბატონმა ლიამ 6 კრებულის გამოცემა შესრულა. აქედან 8 რომანის. წინამორბედი კრებულში გაერთიანებულია 2 რომანი, წინამდებარე კრებულში 4 რომანი. ჩვენ ვესწრება თვალსაჩინო პროზაიკოს ბატონი რევაზნიშვილაძე დამემოწება პროზასთან ურთიერთობა, საერთოდ სიტყვასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით რომანი, ნოველა, მცირე პროზაიკი და ტიტანიანი პროზა რომანი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. არა მარტო ფანტაზიას, არამედ სხვა ინტელექტუალურ რესურსებსაც. სულ რამდენიმე წელია მე და ქალბატონი თანამშრომლობთ. პირველად ძალიან მომცრო კრებული დავიწყეთ. თუ ახსენებთ, პოეზია იყო. არ ეცემა თუ ვიყავ. ძალიან აქტუალური არ დავსვილი, მაგრამ რადგან პირველ ნაბიჯებს გამდა. ნუ რა თქმა უნდა, შეძლო ფარგლებში დავეხმარებ, სტიმული მივეცი და შემდეგ მას მოყვა მცირე პროზა, ნოველები, მინიატურები და ვივიწყდი, რომ ლია ჩიკოვანის სახით საქმე ჰქონდა ამ მზად პროზაიკოსთან. და აი მომდენი როცა ქალბატონმა ლიამ შარშა ორი წესი უბრალოდ დღევანდელს შემოთავაზა რომანი, 2 რომანი და გაუგებული დავჭი, როცა ვკითხულობდი როგორც რედაქტორი. ესე იგი, მის რომანებში იგრძნობა არა მარტო წერის ფანტაზია, არა მარტო სიუჟეტების გამოხატნაკების უნარი, არამედ წერს ძალიან დახვეწილი ქართულით, არ არის გამოკიდებული მოცულობას, წარმოიდგინეთ, ერთ წიგნში 4 რომანია მოთავსებული. და წინა კრებულში იყო 2 რომანი და ნოველები. დღეს ყოველშორის ძალიან ბევრი წერს ექსებს და ჩვენ არ მივიდეს პოლიტიკური კრებულების სიუხვე, მაგრამ უფრო ნაკლებია იმ ავტორების რიცხვი, ვინც პროზაში სცდის ბედს. თუმცა პროზას არის და პროზაც. ნოველები თუ რაღაც მინიატურა ძალიან იდეოლოგიური დასაწერია, ან ნოველა თუ რა თქმა უნდა დასულია ის პრინციპები, რომელიც ახლავს ამ მცირე პროზის ნაკლებებს, მაგრამ რომანი
უფრო სხვა განზომილებაა. როცა ესე იგი მეუბნებიან რომანს წერ, მე ვკითხულობ ხოლმე რა ქონდათ მანამდე დაწერილი. გამოქვეყნებული სხვა საკითხია, რაზე მუშაობდნენ, რა გამოსწორება დარჩია. აიღო და რომანი დაწერა. ძალიან ძნელია. მას უნდა ჰქონდეს წინაპირობები, თუნდაც მცირე პროზის სახით. და მე ესე იგი თანდათან იფეცება დემონმა მოგეხსენებათ. კამადოლიას შემოქმედებაში, ამ შემთხვევაში ისო პროზას გულისხმობ, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თემატურ მრავალფეროვნებას. ესე იგი, ძალიან განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობაში ვითარდება რომანის სიუჟეტი. ესე იგი, მოგეხსენებათ, კამადოლია 16 წელია იმიგრანტია, შრომით ემიგრაციაში, იტალიაში. მნიშვნელოვანი ადგილი მის შემოქმედებაში რომანის მიგრაციულ თემებს ის ისე ოსტატურად ახერხებს გაგვაცნობს ესე იგი უცხოეთის თავისებურებები რომ თანამონაწილეს გახლავს თითქოს შემთხვევით მიღობენ როცა ის აღწერს ამავე სიუჟეტს. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის შემოქმედებაში პატრიოტიზმს, ქართული თემებით არის დაღუპული და რაც თავარია ბრძოლს პასუხისმგებლობას მკითხველის წინაშე. ძალიან რთულად იმუშავებს პროგრამებზე. ესე იგი, იმდენად მომთხოვნი იყო საკუთარი ნაწარმოებების მიმართ, რამდენჯერმე მომიწია ეს გადაადგილება, გამოადგილება, დახვეწა ტექსტის და ასე შემდეგ. მის წერის მანერაზე უკვე ვთქვი, გამოკვეთილი, თან ესე იგი ძალიან თავისებური წერის მანერა აქვს, რომელსაც კარგად იყენებს, რაც თავარია კიდევ ერთ მხოლოდ ის არ არის დამოკიდებული მოცულობას წიგნის. ის ცდილობს ესე იგი დახვეწოს, დაწვროს და ასეთი ფორმის შესთავაზოს კითხვებს. მე მინდა მიულოცო კიდევ ერთი წარმატება, თვითონ თქვენგანაც მეგობრებო წიგნი უკვე დაგიგინდათ, გაეცნობით და დარწმუნდებით, რომ არაფერ გადაჭრებულს არ მოხდება. მინდა წარმატებები უსურვო შემოქმედების საქმიანობაში და დროულად მინდა სამშობლოში დაბრუნებას უსურვო. მადლობა. ვიდრე ავტორთან გადავიდოდი, შემოდი ჩვენ შემოქმედებით და ჩავა. მივესალმ. მადლობა ძალიან არჩევდა. მიკროფონი შევიდროს. ჩვენმა თავმჯდომარემ ისე კარგად და საინტერესო დილამარაგა საკმაოდ ცვლად და შინაარსია და მაინც ჩემზე რო დადგა საქმე რეგლამენტი დამეწესა ორიოდეს სიტყვით რომ რა იყო შეგაიგაცა განაიშავე ასე იქნებ ცვლად მინდა ლაპარაკი შემოძლებასებო სწორად თქვა ბატონმა ზაურმა იგი ჩემი მეგობარია და დიდი გემოვნების კაცია დახვეწილი როგორც კრიტიკოსი როგორც შემოქმედი როგორც პოეტი და ამავე დროს ჩინებული პოლიტიკოსი, რაც ასე იშვიათია ჩვენს წრეში. მე რო უსმენ მას, იმდენ რამეს გებულო და ვსწავლო, რომ ტელეფონისკენ გამექცევა ხანდახან ხელი, გაურეკავ და შევაქებ მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრებ, არ შევაწუხო. ერთი კახური ანეკდოტია. ვალერია მამუკელაშვილი ყავდა მეგობარი, აღარ არის ცოცხალი, მოხუცი კაცი იყო. კახურ ანეკდოტს გაიხსენებდა ხშირად ასეც. რომელიც ამ სიტუაციას და ზაურს არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც გეტყვით,
ცოტა ხასიათზე უნდა ახელებს უდიდესი გრძნობა აქვს იუმორისა. ნიკა კაცო გნახე გუშინა წყაროს თანა მობუზული იდეკ წვიმდა თითქოს მომეჩვენა რომ კიდე ცრემლები ჩამოვდიოდა. მე ვთქვი მივალ ჩემს ნიკასთანა, ჩემს მეგობართანა, ვეთქვი კაცო ნიკა რა მოგივიდა, რათა ხარ ეგრე, რათა ხარ დაღონებული, ჩავიხუტებ გულში, გავამხნევებ, მოვეპერები მეთქი, მივედი ცოტაი ახლოს და ერთი მაგის ახალი როიცი სენტიმენტალური ურთიერთობა არ უყვარს მაინც და მაინც. არ შევაწუხებდი ჩემი ზაური. სწორად თქვა წერალთა კავშირის მიმართ, რაც თქვა. ახლა მოფიქრებული აქვს ჩვენზე მზრუნველ ხელისუფლებას, რომ წერალთა კავშირში სხდომები ღირდეს არც მეტი, არც ნაკლები წიგნის პრეზენტაცია 400 ლარი. 400 ლარი რო გქონდეს პოეტს ლექსები დაწერს გასა. ეს რა უბედურება, რა ახალი პატივისცემა ამ მშობლიური ხელისუფლებისგან. და ვირჯვით ახლა მოვაყოლა იმისთვის, რომ წერალთა კავშირის წევრისთვის მაინც იყოს უფასო. ისე კაცმა რო თქვას, აბსოლუტურად ზაურ შენ მართალი ხარ, იქ საკითხის დააყენე, მოდი გავშალოთ ამაზე კამათიო. დაწერს პატარა წიგნუკას, რაჭულად რო ვთქვათ, ავტორი და მიარბენინებს პრეზენტაციაზე იმ წუთშივე. კარგი, შეგაიგაცა. ფაქტებიცაში რამდენჯერ დაგვინდი, ხო, ცოტა. ასე არ შეიძლება ყოველ წუთს და მე რო იქნება ერთად გადავწყვეტ. მე ზაური, მაყვალა, სოსოშიგუა, ბაღათერი წერალთა კავშირის წევრია, შეიძლება ეს წევრობაც კი არ იყოს ყოველთვის საკმარისი. არის თუ არა ეს წიგნი იმის ღირსი, რომ მისი პრეზენტაცია მთელ საქართველოში გახმაურდეს და არა წამდაუწუნ მტკეპნოთ ჩვენ. ისე კაცმა რო თქვას, არც ეს არის დიდი დანაშაული. ერთხელ ბესოშენს უთხრეს, ბაბუ, რა ამბავია ამდენი პოეტიო. მაშინაც ბევრი იყო როგორც ჩანს და ახლა ხო არის და არის ჩემო ზაური. რა ამბავია ამდენი პოეტიო. ბესომ უპასუხა, ჯუბა საყვარელო, კაცო, იყოს რაც მეტი პოეტი იქნება, უკეთესია, ის კარგი მკითხველი მაინც იქნება. ქურდი და ჯიბგირი არ იყოს ბევრი და პოეტი იყოს რასახიარებს, კაცმა რო თქვას. ჩემთვის პირადად მე თქვენ შორის ყველაზე უფროსი ვარ და მეზოზოური ერის კაცი ვარ. 85 წლის ვარ 86-ში. ჩემთვის პირადად ყველა მწერალი ძვირფასია. ის ნახევრად ნიჭიერია, ნაკლებად ნიჭიერია, თუ ძალიან ნიჭიერია, მე ის მიყვარს. ფიცავარ, აი არ გამიქენდეს ხვალინდელი დღე, თუ ლამაზ სიტყვაობდე. ის ჩემი ამქრის წევრია, ჩემი მეგობარია. როგორ შეიძლება წერალი გძულდეს მე? ერთადერთი კრიტიკოსი ვიცი, მარტო ჩემს ცხოვრებაში იმას ხან ვეჩხუბებოდი, ხან შევიგდებოდი, ხან ვეჩხუბებოდი, ხან შევიგდებოდი. ბოლოს შევიგდით და დავიტირე და დავწერე კიდეც მასზე, მაგრამ ლიტერატურაზე, ზაურ წერლობაზე
ფელეტონი არ უნდა წერო. წერას არ უნდა უყურო, პოეტს არ უნდა უყურო როგორც ქურდს, როგორც ჟირგირს, როგორც მექთამეს. რა იყო, რა გიხარია, შეგაიგაცო, მისი სუსტი ლექსი. ამაზე აარბოდა, აცინო, მკითხველი და აცინო ისა. მე არ შემიძლია აფრთხვა, პირში მთქმელი კაცი ვარ, პირადად, მთელი ცხოვრების მანძილზე კომუნისტურ წყობას ვერ ვზრუნდი და ჩემი 80 წიგნი თქვენს ამცალია წიგნების საკითხავად, მაგრამ 80-ვე სწორედ აი ამ კომუნისტური წყობის მახინჯი მხარეების მხილებაზეა დაწერილი და ისე მიხარია, რომ ჩემი უმცროსი მეგობარი ასაკი რომ შემოქმედებით იყო უფროსია. ჯუბა გებელი შვენიერ გაზეთს წერს. მე გადავშლი, კითხულობ და სული მითბება მისი კარგი პოზიციის გამო და მისი კარგი მწერლობის გამო. გამოვწერე, მანანა, რამე ჯილდო, რამე პრემია ჯუბა გებელს. ახლა ჩვენი შეკრების თავარ მიზანს მე თუ მოვწმინდა ჩემი ხმის გაგონება საათ ნახევარი მაინც ვილაპარაკებ. არ შეგეშინდეთ, მაგრამ არ მოგონება. დახედა და სხვა რომანი სწორად ზრნა ატომმა საურმა ურთულესი ჟანრია, კრებითი ჟანრია. რომანი მასშტაბური ლიტერატურაა და ეპოქის სურათს მოიცავს. აბა ნახეთ ტოლსტოი როგორ შემოგაპარებს კი ანა კარენინა, კი კატუშა მასლოვა, ქალები არიან წინდა, როგორი სინაზით, როგორი სიყვარულით ხატავს მათ, მაგრამ როგორ შემოგაპარებს ტოლსტოი ეპოქის სურათს, რა ხდება ქვეყანაზე, აბა საიდკენ მიდის რუსეთი, როგორ არის და რა არის. თუ ეს მასშტაბური ხედვა არ არის, მაშინ ლიტერატურა რჩება კამერულ ლიტერატურად. ესე იგი, შენ აი ამ შენი პერსონაჟების იქეთ ვერაფერი ვერ დაინახე. წერლობა კი ის არის გულის მოსაფხანს სიტყვას, რომ ეთქვი მკითხველს. და აი ნახეთ როგორია ოთარანთფრივი, ნახეთ როგორია მთვარის მოტაცება, ნახეთ როგორია ჯაყოსხიზმები. მე ხშირად იწნებენ ასეთ შემოძალო გამოსვლელები. მართალია ეს წიგნი არ წამეკითხავს, მაგრამ გამოვდივარ და უნდა ვთქვა, რომ მე უნდა გითხრათ პირდაპირ. ყველაფერი მაქვს საკითხული, რაც ჩვენმა ლია ჩიქოვარმა დაწერა. ყველაფერი, ადრეც და ახლაც და ესე იგი, რაც კი მოგწვდა ზაური ისეთი გულუხვი გამომცემელია, რომ ხშირად მომაწვდის ხოლმე ან მევშეულობ, მევკითხულობ და აღტაცებული ვჩები მისი რედაქტორული გემოვნებით. ვაცხადებ აქ სახალხოდ ამ ხალხმრავალი სმენელის წინაშე. ქალბატონი ლია ჭეშმარიტი მწერალია. მისი შემოქმედება აბზამი, საბატონო ვიბრაციის აბზამი. მისი შემოქმედება საქართველოსთვის საჭირო წერლობაა. იგი ეხმაურება ჩვენი სულის სიმებს. იგი გვახსენებს ჩვენს წარსულსაც და აზროვნსაც და ისე ლამაზად, ისე ობიექტურად, ისე წყობილ სიტყვაობით ქართული ისე კარგად უჯერებს თქვა ზაურმა ამის შესახებ, რომ ხანდახან
კითხულობ კაცი და გეხარბება. შემოძურბასო. განსაკუთრებით ისტორიული რომანი მე კონსტანტინე გამსახურდიასთან მილაპარაკნია და თუ გაქვთ თქვენ საკითხული კიდევ ერთხელ გეტყვით სად ძალიან ნოდარდუბაძის ხუმრობის არ იყოს ჩემს სამომწყობოში ვიწეკიო იმ ფაქტითო და ჟურნალისტი იწვა ერთი ჩემს ოთახშიო და მეკითხებაო ჯერომ წაგიკითხავთ ფოიტვანგერი წაგიკითხავთ ჯეკ ლონდონი წაგიკითხავთ არა მეუბნებიო და ბოლოს ილაჯირო გამეცდა უხარიო ძამა მე მწერალი ვარ მკითხველი კი არა ვარ მე გამოვაქვეყნე კონსტანტინე გამსახურდიასთან დიდი დიალოგი ვიყავი 25 წლის ბავშვი და ზრიადმა მიმიყვანა ჩავწერე უკანასკნელი დიალოგი კონსტანტინე გამსახურდიასთან ამის შემდეგ 3 თვეში გარდაიცვალა არ თქვა ახლა შემოგუკლავს ესე იგი ისეთი ცელი და დიდი დიალოგია და ორი სიტყვას გეტყვით ისტორიულ რომანზე მეუბნება ისტორიული რომანი ჩემთვის არისო თანამედროვეობიდან გაქცევის საშუალება კი არაო არამედ ისტორიას მე ვიყენებდა ისტორიულ პერსონაჟებს თანამედროვე პრობლემების სათქმელადო ამაში არის დიდი ჭეშმარიტება ვინ ვინდა კონსტანტინე გამსახურდია იცოდა რა ჟანრს ემსახურებოდა იგი და როგორ და რატომ ემსახურებოდა აი ასეა ისტორიული ჟანრიც შენ გჭირდება იმის სათქმელად თუ რა გადაარჩენს საქართველოს და რა გადაარჩენს საქართველოს ეს ჩვენ შორის აქ მე მგონი ჩვენ არც ერთმა არ ვიცით და ცოტა გუნდოვნად იცის ზაურაჭკებია ეს არის ჩვენი ურთულესი და უმძიმესი ყოფა საქართველოს რო გზა გასაყარზე დგას და რო არის საქართველოს საშველად მოძრაობა კი არა ბაგირის გადაკაჩვა მოკაჩვა ერთმანეთს რო სკამი წაართვა საქართველოს ერთ მხარესაც და ვაი თუ მეორე მხარესაც ფეხებზე კიდია მე ჯერ სულ თავიდან ადრე ვიყავი ოპოზიციონერი მოუჯულებელი და ყველა ორგანო წესრიგის დამცველი მე დავსწრებდა ურჩ რეზო მიშველაძეს ამიტომ არც ერთ ხელისუფლებასთან ჩახუტებული არ ყოფილა და მით უმეტეს იმ თქვენთვის ძალიან სიმპათიურ დაწესებულებასთან რასაც კგბ ერქვა თუ ვიყავი თუ ცხოვრობდი იმ კგბ-სთან რომელმა კგბ-მას მიხეილ ჯავახიშვილს ხერხემალი გადაუმტვრია მე ვიყავი ყოველთვის მწურულად დამოკიდებული და არ მჯეროდა მისი არც წესრიგის დაცვის და არც ქვეყნის შველის ეხლა მამუკა დინარაძე რომ მივიდა ნახოთ რა სიზავს თვითონ თავისი სულით კგბ-ში არ უნდა იყოს მაგრამ ნახოთ წესრიგს ცოტათი მაინც თუ დაამყარებს რაც შეეხება 4 ოქტომბერს შემოზაუდა შემოლია საყვარელო შიშით და წოლით მოელის საქართველოს და გუშინძე ჩამწერა თავის არქივში ჩემა ნიკალამ საყვარელმა და იქ თქვი თუ შემცდარი ვარ გამისწორე ზაური 3/4 საქართველოს არის ამ ხელისუფლების მხარეს იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ ომი ააცილა ქვეყანას
და მეორე კაცმა ჩამოიტანა 14 მილიარდი თელ საქართველოს გაუნაწილა. ახლა არ თქვას რომელიმე ჩემთვის არ მოუწია არაფერი და ჩემთვის არაფერი არ მოუწია. შენს ბიზნეს რომელცა შენი აუნყოფი მამუკა ჩემპიონი რო გადაარჩინა, შენი თეატრი რო გაარემონტა, შენი უნივერსიტეტი რო გაარემონტა, უამრავ კაცს რაღაცა კაპიტელი რო გაუნიშნა და 14 მილიარდიდან 4 მილიარდამდე დავიდა. იმის მხარეს მარტო მშვიდობის გამო არის საქართველოს 3/4. 1/4 ქუჩაში არის გამოსული და დედას იგინება და 16 წლის გოგოები რო ჩავივლით ჩვენ ხმიერი ხალხი. თმა მე არ ვიცი გაკეთებული მაქვს თუ სულ აღარა მაქვს. ავისწორა ხოლმე ხანდახან რო ჩავივლით შე საზიზღად სამ სიტყვას 300-ს ვეუბნებიან 300-ზე შემდგარ სიტყვას. რატო ვიძია? რატო შეგაიგაცო? რომ გაგზარდე ამიტომ რომ ლექციებს ვკითხულობდი მე რეზომიშველაზე გაკენულ აუდიტორიაში მშიერი არც გათხოვა იყო არაფერი და არ შეგვიწყვეტია უნივერსიტეტში სწავლა. ამიტომ კაცო ამას დავალებობ თავი. შემოგვია განაგრძე ასე შენი ქვეყნის სამსახური. ხასიათები, სიუჟეტები, ინტრიგა, რაც უპირველეს ყოვლისა მკითხველს იზიდავს, ყველაფერია შენს ნაწარმოებებში. მოგესალმები და მე თლად ხელსარიელი არ მოსულვარ. ჩემი შეული ნოველები გამოვიდა, როგორც იქნა წყალობის თვალით შემხედა კულტურის სამინისტრომ და მოგართვი ეს ნოველები. თუ მოიცინდა გადახედა, ნოველები იქნება. სვირფას ლია ჩიქოვანს, ჭეშმარიტ მწერალს, კდემამოსილ ქალბატონს, უღრმესი პატივისცემით ავტორისგან შენ დავუკრა. მე და მანანა გოგიშვილმა, მანანას ყველა იცნობთ, საქართველოს მწერალთა კავშირის აღმძრავი გვერდია, ჩვენი გამომცემლობის დირექტორიც არის, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, ჩვენი უფროსი, ჩვენი ხელმძღვანელი და რაც გითხრა, საუნაწყებია დაამყარე იმ შეხვედრებზე და იმ პრეზენტაციებზე ფესტიგი. შენ გეუბნება ესა. გადავწყვიტეთ ჩვენ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა, ქანაოს პრეზიდიუმში მეთქი რო გითხარით, რომ ქალბატონ ლია ჩიქოვანს ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის აი ამ წიგნისთვის, რომელსაც ჰქვია ჯვარსატვირთველი, რა სიმბოლე სახელწოდება, მიენიჭოს საქართველოს ყველაზე საყვარელი მეფის, გულში საფუძველი მეფის, მინიყვა ასეთი თამარიონის ენდალმა. Bravo. Faccio una cosa. Bravo. Niko
Problem. ახდენილი ოცნება. ნაცვლად. ტაძრის შესასვლელთან პატარა ბიჭი იჯდა და მოწყალებას იხმოდა. თანაც თვალებზე მომგარძლებს მალი მალტლახო. გამლელებიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გაიგო. ბავშვს შიმშილისგან კუჭი ეწოდა. სირცხვილისგან სხეული ხოლო ასეთი უღმერთო ცხოვრებისგან სულ. თანხა, რომელიც მან დააგროვა, ერთ ურსაც არ ყოფილა. დიდხანს იწმინდა პატარა მირზამ, მაგრამ შიმშილს ვეღარ გავუწევ. ახლომდებარე მაღაზიაში ერთი ცალი პუნტუშა იყიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ცოტა სული მოიწვა. შემდეგ ფიქს მიეცა. რა დავაშალე ასეთი? როდემდე უნდა ვიტანჯო? ჩემი ასაკის ბავშვებს მშობლები თავსებლებიან და არაფერს აკლებენ. მე კი გაჩენის დღიდანვე მიმაძდეს როგორც ძველი ნივთი. ამ ფიქრებში შემოაღლა. თუმცა წასვლას მაინც არსად არ აპირებდა. იქვე ტაძრის ჭიშკართან მიწვა, ბალიშის მაგივრად ქვა ამოიდო და წამოწა. რამდენიმე ხანში ვიღაც კოხტად ჩაცმული ვაჟი მიუახლოვდა. მასზე ალბათ რამდენიმე წლით უფროს. ფეხი ვკრა და უხეშად უთხრა. რას დაგდებულ ხარ აქ? წაეთრე აქედან. საბრალომ თავი ასწია. ნამძინარებით ზემომორეული თვალებით ახედა და კითხა. რა გინდა ჩემი? რა დავაშალე? გაეცალე აკაურობას ახლა. ვითომ რატო? შენია ეს ტერიტორია. შენ ისიც გეყოფა რომ უფუნებაში ცხოვრობ და არაფერი არ გაკეთებ. შენ საიდან იცი მე რა მაგია და რა? ხედავ როგორი ჩაცმული ხარ. მე არც სახლი მაქვს და არც ასაცმელი, არც საგები, არც დასახური. რასაც ხედავ ეს არის ჩემი სიმდიდრე. თქვა და ემქვაზე მიუთითა რომ მომზედაც თავი ეყო. უცებ მომხტურმა ტონი შეიცვალა და კითხა რა გქვია? მირზა. კი მაგრამ მშობლები საგან ყავს? არა ყავს. თავს ვითი ირჩევ? მოწყალებას ვთხოვ ხალხისგან. და მერე გაძლევს ვინმე. დღეს მხოლოდ ფუნთუშის ფული ვიშოვე, ზოგჯერ იმასაც კი ვერ შოვე. და მერე რას ჭამ? არაფერს. შენ რა ქვია? კითხა მირზა. მე მზე ჭაბუკს მეძახია, მართლაც მზესავით ანათე. მირზა, აწი აღარ წაგიჩუბები, წამოდი ჩემთან, აქვე ახლოს ვცხოვრობ. არა, ვერ წამოდი, შენი მშობლები რას იტყვიან? არაფერს. არა, მადლობა, ვერ წამოდი. კარგი, მაშინ მე წამოდი და ისევ დავბრუნდები, უთხრა მზესავით ბიჭმა და იქაურობა სწრაფი ნაბიჯით გაეცა. გული შეეყუშა პატარა ბიჭის ცოდვით. შინ შევიდა და დედას გასძახა. დედი, იცი პატარა მათხოვარი ვნახე, ჩვენს ტაძართან ეძინა, თავი ქვაზე ისე ედო, თითქოს ბუმბულის ბალის ჩახუტებოდა. ეგ ბავშვი სულ მანძის შვილი. დედი, მომეცი რა. პაული არ იყო რა. თუ არ შეიძლება მოსენა, მაშინ დაგისაუბრე. ძალიან თუნდ რა. დედი, მომეცი რა, ცოტა საჭმელი და დასაცმელი. უნდა წავიდე. ქალი ცოტა არ იყოს შეცდა, მაგრამ შვილის საქციელი მოიწვა. კი, მაგრამ შენ რომ ასეთი გულკეთილი არ ახარ, რა მოხდა ასეთი? დედი, მე მასში ურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ როცა გავესაუბრე, მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი. ძალიან შემეცოდა და მინდა დავეხმარო. უფლება მომეცი დედა, რომ სახლში მოვიყვანო, ვაბანავო და ერთად ვითამაშოთ. თუნდაც აიყვანზე დაიძინოს, ქუჩას ხომ აჯობებს. რადგან მისმა აღმოჩენამ შენში კეთილი ადამიანი გააღვიძა, წადი და მოიყვანე. ესენი კი წაუღე, რომ არ წამოყვეს, მაინც წადე. მაინც წადე, იქნებ დაიყოლე. კარგია რომ ნებადამთე, ზოგჯერ კითხვასაც ვასწავლე. ქალი უყურებდა იმავალ შვილს და უხაროდა, რომ ეს ეგოისტური ხასიათის ბავშვი ერთ დღეში ასე გარდაიქმნა. მირზა, შორიდანვე დაუძახა მზე ჭაბუკმა. აქავა. იცი, ჩემთან უნდა წაგიყვანო, დედამ ნებადამთო. არა, სხვენია ვერ წამოვა, აქ დავრჩე. მაშინ ხო დედას მოვიყვან და გადაცნობ, შემდეგ ხომ აღარ შეგხვდება. ნახოთ, მოკლედ მოუჭრა პასუხი მირზამ. ახლა საჭმელი და ტანსაცმელი მოგიტანე. აბა დაჭიქი და ჭამე. ხოლ ჩვენთან იბანავებ და ახლა ტანსაცმელს ჩაიცვი. მირზას თვალები გაუერთდა. ცელოფნის პარკიდან საჭმელი ამოიღო, დიდ ლუპებს იტენიდა პირში, თანაც მადლიერებით ახსავსე ზერით შესცქეროდა მის წინ დგარ ვაჟს. გონი შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა.
ხედავ, ზოგჯერ ჩხუბით დაწყებული საქმეც კარგად მთავრდება. მე კი მეგონა მცემდი. ეგრეთ ვაპირებდი, მაგრამ შენმა მონათხრობმა აზრი შემაცვლევინა. ჩათვალე რომ დღეიდან მარტო არ ხარ. ერთი ძმა გყავს ჩემი სახით და თუ ჩემთან წამოხვალ, წერა კითხვასაც გასწავლ. მეზდას სურვილი გაუჩნდა ჩახუტებოდა ახლად გასვლებულ მეგობარს, მაგრამ დაიფიქრა, ასეთი ჭუჭყიანი როგორ უნდა ჩავეხუტოო და უკან დაიხია. რა ვქნა? წავყვეს სახლში და მისი მშობლებიდან რომელიმე სუთად რომ მომექცეს, არ უმჯობესია აქ დავრჩე. ზეჭაბუკს კი უთხრა, როგორ გამახარეთ რომ ასწავლეთ, რომ გავიზრდები, ექიმი მინდა გამოვიდე. აბა კარგად დაფიქრდი, მოდი ხარ დღეს ჩემთან. დღეს ვერ წამოვალ ასეთი ბინძური. კარგი, ხვალ მე და ჩემი მშობლები წაგებართ სახლში. იქ შეგიძლია იბანაო და გამოიცვალო კიდეც. მირზას სიხარულისგან ატირდა. მეგობარს დაემშვიდობა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ბედნიერებისგან ღრუბლებში განავარდობდა და მომავლის გეგმებს აწყობდა. ისევ მიწვა ჯერ კიდევ თბილ ასფალტზე. თავქვეშ მეგობრის ნაბოძებით ანსაცმლებიანი პარკი ამოიგო. იმდენად რბილი მოეჩვენა სასტუმალი, რომ უმბულის ბალიში ედგა. ის ღამე ნახევრად არ სძინებია. გახურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ღმერთს მადლობას წირავდა, რომ ხსნელად მოევლინა ზეჭაბუკის სახით. ის ღამემ ზეჭაბუკმა ცეკვად გააკეთა. ფიქრობდა პატარა მეგობარზე, მის ტრაგიკულ ცხოვრებაზე. რამდენჯერმე თავისი თავი წარმოიდგინა მის ადგილზე და შიშით გული გაეყინა, როგორ შეეძლო ქუჩაში ძილი მშიერ წყურვალს. ფიქრებში მირზას მშობლები ამოუტირდიდა. ნეტავ რატომ მიატოვეს მშობლებმა? ან ვინ უპატრონა დღემდე? რამდენი რამ არ ვიცი მის შესახებ და მაინც მინდა დავეხმარო. ნეტავ რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ძალიან მის ნაყოფიერება? ნეტავ როგორი შეგრძნება ქუჩაში ძილი? მე ამ აღამდე უნდა გამიცადო. ახლა უნდა გავიყარო სახლიდან და მის გვერდით გავატარო ეს ღამე. ბიჭი მეორედ არც კი დაფიქრებულა ესე გაიპარა სახლიდან და პეტრე პავლეს სახელობის ტაძრის შესასვლელს მიადგა. თვალით მირზას დაეძებდა. უცებ დაინახა ძირს გართხმის, როგორ საამოდ ეძინა. არ გაახოცა. მივიდა და გვერდით მიუწვა. ოხ მერტო რა ლამაზ ცა. სავსე მთვარეა და მოკაშკაშე ვარსკვლავები. მაგრამ რა საოცარი სიჩუმეა. ნუ თუ არა შინია ასე პატარას მარტოს გარე. ან და ზამთარში საფიძინებდა ნეტა. ხვალ ყველაფერი უნდა გამოვკითხო. ფიქრებიდან მირზას ხმამ გამოიყვანა. შენ აქ რას აკეთებ მეგობარი? მარტო არ დაგტოვე და სახლიდან გამოვიპარე. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ქუჩა შენი საქმე არ არის. წადი, დაბრუნდი სახლში, აქ ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. გიბრუნდი და მიყვრს, როგორ დიდი კაცებით მესაუბრები. ცხოვრებამ გამომზარდა, სიმწარემ გამომაწრთო ისე, როგორც ცეცხლში იწრთობა კინა და იმაზე მეტად დამავაშკაცა, ვიდრე ასაკინავს. წამოდი გაგაცია. გამთენისა საკცუდი ბიჭები იყვნენ თავს, მე არავინ არაფერს არ მეუბნება, რადგან იციან ერთი უბრალო მათხოვარი ვარ, შენთვის კი საშიშია. ჩემს გამო თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდე. კარგი, დაგიჯერეთ, მე ქუჩისა არაფერი გამეგება, ხვალ კი ისევ გნახავ. ხომ წამოხდა, დედამიწის და მამასაც დაელაპარაკე. თუ როგორ დამთავრდება ეს ისტორია? თუ როგორ დამთავრდება ეს ისტორია, ამას თქვენ თვითონ წაიკითხავთ. უბრალოდ მე მინდა ვთქვა, არ ვიცი, ძალიან აბსოლუტური ვარ მე თვითონ ამ წიგნით, ჩემი კომპლიმენტები თქვენ. უბრალოდ მთავარი სათქმელი რაც არის, რაც მშვენივრად ეხმაურება ამ რომანს, ეს არის რომ ყველა სიკეთე რაც არსებობს განვითარდა. უთხოვლად უნდა ეკუთვნოდეს მას, ვინც სიკეთეს თესავს. უმეტეს მადლობას როცა ამის დავხე გემაკელი სარამოსე ერთ მაგალითად ჩვენთან გადის საყვარელი ადამიანმა ასეთი კომენტარი დააკეთა, აუცილებლად მოვა ჩემი ძმის საღამოზე. ეს გახლავთ ბატონი ჯუმბაგები, პოეტი, არაერთი წიგნების ავტორი და რაც მთავარია გაზეთ ლიტერატურის საქართველოს მთავარი რედაქტორი თქო ჩვენი ბიძაშვილის მეუღლეა, სამწუხაროდ გადამეცვალა, სამაჩვენებელი ადამიანი, ქუთაისში ცხოვრობდა. ესე ვთქვათ, რომ ეს ყველა ადამიანი ვთქვათ, მივიდა ამბებდა. რა თქმა უნდა, სასახელო ჩემთვის, ჩემი და წარმატებები, მადლობა მინდა გითხრათ
შემოპატონო რეზო ასეთი ძვირფასი გამოსვლისთვის და თქვენ საერთოდ უნდა გიმადლობდნენ ახალი აზრები ჩემის თანახმობით ყველას რომ ეს ეფერებს ყველას რომ ეს რაღაც გზას უსმით და რა თქმა უნდა ახალისება გადაჭირდება მithumetes ხელოვან ადამიანს მადლობა თქვენ აი ძვირფასი წიგნისთვის და მიხარია რომ ის თანამედროვეები ვარ რასაც ეზოპიშვილის დრო ქვია მარმარილად შემოსავალ ხარ რაღაცნაირად ეცდები არის აკრონომიას შემოქმედებას და რა თქმა უნდა შემართაც კარგი შეფასებელი ხარ და კარგი განახავი ხარ კარგისა და სულისას ერთი არაბული ანდაზა აბდასიმ ადამიანს რომელიც პირველ ნაბიჯებ გამსო ის მაინც წინ მიისო სწორედ ჩვენ ბატონარეზო ჩვენ ხალხამ მიწევს ხოლმე ქილი და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს მომენტები როცა ეს მოზღოლებული ლიტერატურა საერთო ჯამში რაღაცას აზიანებს მაგრამ იმ ხურდებს და იმ აიჩაჩიტო ადამიანებს პროშექაში იმას რასაც ისინი აკეთებენ ეს დაჭრობ თუმცა ეს ყველაფერი რასაც მომხდარა არაფერი შუაში არ არის იმიტომ რომ ბატონარეზო შეაფასა Redactele actualizau câteva explicații antega dimensiunea utiliza mătri. Vreo nemeni dar o marta au niște misiuni ce va trebui să au făcut Lias Hamad Lias arătul nahadev ce zașul din unul că eu că se nahadev Liasul din nahaus alăt ceas misiunea e tot din nici da rawantul nici რასაც ქვია წერილობაში გამოხატული პროზაში და პოეზიაში. არის ჩვენ ამბობთ ბატონო რეზო ბატონო ზაო ზეო გამოგვიტანა, მაგრამ ემიგრაცია, სამწუხარო ემიგრაცია, რომელიც ჩვენ გავაკეთავს, არის ეს დროში რაღაცა კარგი იყო თუ არა ქვეყნისთვის. ერთი მხრივ გავამბობ კარგი იყო იმიტომ რომ ჩვენ გადავშით ფიზიკურად საშუალება მოეცათ ადამიანებს ასრულებდნენ ოჯახები ეჩინან. მეორე მხრივ ხედავ იმას რომ ამ წასვლით ის შვილები რომელიც დავტოვეთ ჩვენ ის ხრები თუ მეორეები რომელიც დავტოვეთ მათ ვერაფერი ვერ იქნება ცხოვრებაში და უბრალოდ გადაიქცეთ ეს ადამიანები წასულები რომ რაღაც ფულის შემომწიფა ადამიანიდან ჩვენ დავკარგეთ ამის გამო სოფლები ვენახები ხანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თუმცა ამგვარად შევეცდით ჩვენ წერილები ძალიან ბევრი წერილი შეძინა ემიგრაცია ქვეყანას მათ შორის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რომლებიც თავისუფალ სალად დაარღვევენ დიდებულ ქართულ წერილობას და იმას ერთ-ერთი მათგანი ლია ჩიკოვანი იქნება არ დაგვით მე ბიოლოგია შემიძლია დღევანდელ დღეს აემიგრაციის გამოცემას ამატებს უსუეთ და ჩემთან ერთად მუზანეების მადლობა მოგასწრებთ. დიდი მადლობა ჯგუფო. აქ პროექტება საშუალება მინდა და აუყოფება და ვიდეოგრაფიც. ბატონია, საინტერესოა როგორ იშვა წერილი ლია ჩიკოვანი. იყო ახაც და შორიდან გეფერებით და დღეს კიბერნეტის ადამიანი ვარ მე რომ თქვენთან შემიძლია ახლოს ვიყო. მოგეფეროთ. და ის სიტყვა გადმოცეთ დაკეთების არის და ის მიროთქენია რასაც თქვენ ჩვენს მართლობთ დღეს ყველაზე მეტად ამხიბა ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობის ხსნა ყოველთვის თანხმობს მაგრამ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობას მანიჭებს ის რომ ბატონმა რეზომ ამოდენ ჯილდო გადმოცა მანამდე კი გახდნენ წერათა კავშირის წევრი და ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს უფლება არავინ ეს პასუხისმგებლობა და არ გავაგრძელო გზა, სწორი გზა, სადაც ჩემი საქმელი არ თქვა. ყოველთვის ყოფილა ესეთი რაღაცა რომ მე არასოდეს მიგრდა ბავშვობიდან რაღაცას დაამშობდი, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ის რომ მე მწერალი ვარ, მე რაღაცას აი დღესაც არა ვარ მე მწერალი ჩემ შინაგანში, ჩემ ხასიათში.
ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც კარგ გამოკეტილი ცხოვრებაში 16 წლის მანძილზე ხან ლექს დავწერდი, ხან პატარა ჩანახატს გავაკეთებდი, ხან რაღაცას, მაგრამ არასოდეს მიფიქრია მისი გამოაშკარავება და სამზეებზე გამოტანა. ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ერთ-ერთ პატარა მეგობარს, ჩემს შეურის ანჯელას, რომელსაც ბატონო ზაური ძალიან კარგად იცნობს, რომელმაც ძირითადად მან მოიტანა ლექსები ბატონო ზაურთან დასაბეჭდად. დაგვიჭრევ მითხრა, ეს არ უნდა დაიკარგოს და მეუთხარ, უთხარი ბატონო ზაურს, მე ბატონო ზაურს ვერ ვეწყე, მეთქი და თუ გინდა შევუთხარი, მეთქი და ასე იშვა პირველი წიგნი, შემდეგ ბატონო ზაურმა ნახა ჩემი რაღაც პატარა ჩანაწერები, ამ ჩანაწერების შემდეგ მითხრა, რომ შენ გააგრძელ პროზა, ძალიან კარგად გამოსცემდა, გამოვიდეს პროზა და მეც ავდექი და გავაგრძელე პროზა, ეს იყო პირველი პროზა, რომელიც გამოიცა ჩემივე ნახატებით ეს გამოიცა 2021-ში. 2020 წელს გამოვიდა პირველი გავემონაშე ერთხელ სიყვარულს, ლექსების კრებული, შემდეგ გამოიცა მოთხრობების კრებული, ეს არის სულში აგებული ტაძარი, სადაც გადმოცემული არის რელიგიამ, წმენამ გადაარჩინა ოჯახიდან და სულში ამიტომ არის აგებული ტაძარი. ამის შემდეგ გამოიცა ორი რომანი, სადაც მოთავსებულია ჩემი ორი რომანი მაცდური სილამაზე, მღელვარის ზღვა და სხვადასხვა მღელვარი ადამიანი და ასევე არის მოთხრობები და ნოველები. როგორც ყოველთვის აღშეჩერებულ ვარ, არ ვიცი, რაღაც არ მასვენებს, ასე მივეხეთქებია ხან ერთ მუზას, ხან მეორე მუზა, ხან მესამე მუზას, აგერ კიდევ თეატრში ვთამაში ის მამაკაცი მე ვარ. ის მამაკაცები ყველა მე ვარ. ჩამოყალიბდა რომში ქართული თეატრი, მარგალიტები და ეს მოიტანა ემიგრაცია. მე მაგალითად შემიძლია მადლობა გადავუხადო აქედანაც კი ოჯახს, რომელთანაც მე მუშაობდი 8 წლის და ამ 8 წლის მანძილზე ყველაფერი ეს რაც მე აქ გავაკეთე, მართლა 8 წლის მანძილზე გაკეთებული, სადაც ყველანაირი ხელშეწყობა მქონდა ოჯახისგან. ოჯახისგან მქონდა ხელშეწყობა, ჩვენ ჩამოგვეყალიბებინა თეატრი, ქართული თეატრი მარგალიტები, ქალბატონ ლანი დადარიას რეჟისორობით, რომელიც მაყურებლის წინაშე წარსდა 29 ივნისს, რამაც ძალიან დიდი მოწოდება დაიმსახურა და ეხლა კიდევ და კიდევ ვემზადებით მომდევნო თეატრისთვის. ისევე როგორც ყოველთვის მე ვემზადები მომდევნო მოთხრობა იქნება ნოველა თუ ლექსი ამის გასაწერად. ეხლა გადავალ ჩვენს ახალ წიგნზე, რომელშიც უკვე გავეცანით პირველი რომანის ნაწყვეტ სახტენილი ოცნება, როდესაც ახტენილი ოცნება არის მათხოვარ ბავშვებს დაწერილი და ამ პერიოდში მქონდა ძალიან დიდი სურვილი რაღაც მათხოვარზე დამეწერა. შევხვდი რამდენიმე მათხოვარსაც გავესაუბრე. შემდეგ ახლა რაღაც ვერ შევჯერდი. ამის შემდეგ სრულიად შემთხვევით ტელეფონს რაღაც დადებითი საქმე უარყოფით სასწრობის დროს ნახე მათხოვარი ბავშვი, რომელიც თვალზე თავდადებული იწვა და აი ამ თვალზე თავდადებულმა ბავშვმა შექმნა ეს რომანი, რომელშიც არის სიკეთე, არის სიყვარული, არის ყველაფერი ის, რომ ამ ბულინგს ჩაახშობს და კაცს ადამიანად შობს. ასევე არის ტანჯურისული, რომელიც ნამდვილი ამბავიდან არის აგებული და იმდენად არის აგებული, ვის დედაც ვწერდი თვითონ პიროვნება მეუღდებოდა, მაგრამ შენ მე ხომ არ დამყოლოდი, აქ ყველაფერი ზუსტად გზებია, რასაც მე გავდიოდი გზაზე, ცხოვრების გზაზე. ესე ორი რომანი იშვა მოკლე შინაარსის მიხედვით. შემდეგ არის ბედის ირონია, რომელიც თვითონ ეს ნახატი შექმნილია ამის საფუძველზე. და ამიტომ გახდა წიგნის ყდა. ბედის ირონია არის მთავარი მოქმედი
გმირის ისტორია, რომელიც შეუყვარდა ქურდი, ეგონა რომ გამოსწორდებოდა, მაგრამ ძნელია გამოსწორდეს ადამიანი, დაიჭერეს და გახდა სუროგატი დედა, რათა ქმარი დაეხსნა ციხიდან. და საუბედუროთ ქმარი დაბრუნდა უწეადისგან და დახვდა ცოლი კანძილეთ. და აი ბედის ირონია სიკეთეს უნდა გაიგებინა და უმაშაკი უნდა ბედი, მაგრამ ცხოვრება მაინც არის ესეთი ზოგჯერ გაგინდობს ადამიანს და გაიყვარა მაინც აღდაბაშორი ერთმანეთს ერთი პერიოდი ვიფიქრე დამეშორებიდან დაშორდნენ, მაგრამ შევიდნენ და გაგრძელეს ცხოვრებისა და ამასთანავე მაქვს ჩაქსოვილი დღევანდელი თემა ბავშვების დაცილება, ნაყიდვა, ის ტყუპების დაგიდვა და ერთი ტყუპი გამოვიდეს და ის ბავშვიც მათთან დაბრუნდა და გააგრძელა ცხოვრება. მეოთხე არის სიყვარული, აკრძალული სიყვარული, რომელიც ესეც ვენაში ვიყავით ფესტივალზე, ასევე მქონდა შეხვედრა საერთოსთან, სადაც ჩემი წიგნებიც გადაეცა ის და აქედან გამომდინარე იყო ერთი წყვილი, რომელიც ამათი სიყვარულის ისტორიიდან ავიღე, მაგრამ ისინი დღესაც ცოცხლები არიან, მაგრამ ისინი ერთი მოვკალია, მეორე გავარჯიშე. იმიტომ რომ ისეთი თუ კი წაიკითხავთ, იმიტომ გავარჯიშე, რომ ისეთი თუმი ის კონდა აურა გოგონას ამზას და ასე შეიქმნა ჩემი ეს წიგნი. ესე მივდივარ ცხოვრებისაკენ და არ ვიცი, ეხლა მინდა რომ რადგან ბატონმა ზაურმა ახსენა რომ ძალიან ბევრჯერ გამაწნა სია. ეხლა მინდა პატარა ვიქსი შევთავაზოთ. ვის შეუძლია შეაჩეროს ჩემი სულის თქმა, ან კიდევ შანთით დამისართოს სულის სიმები, ვის შეუძლია შეაჩეროს ჩემში მუზის ხმა, როცა გულიდან სიყვარულის ხრევლად ვიგები. უკვე მრავალ წელს ვეფერები მწვევი მზის ხილებს, ზოგჯერ ყინულსაც მე სითბოთი დავკიდებ მძივებს, ზოგჯერ ტკივილით მოვიგონებ დაკარგულ გმირებს, ზოგჯერ სამშობლოს მონატრება მწარედ მათირებს. იქნებ ვერ შევთხზე ლექსი ჩემი გზაზე ბრწყინვალე, ნუ განმიკითხავ გერებრები არ ხარ მოვალე, ქართული სიტყვა სიყვარული ჩემი მითვალე, იდა მეც წერო სტრიქონები ბევრჯერ მგებარე. ოდესღაც შამი განკითხვისა დადგება ალბათ, იქნებ ჩემ სიტყვას არც ეხიზო ზეცამდე ასვლა, ამ ჩემ სულის თმაში ამ თამწრილ თავზე დასვამს, მე მაინც მშვიდად გავაგზავნე ხრუხლებში ასვლა. ეს წერის სუფლება ყველას აქვს. მე უფრო წარმომიდგენი ხართ პროზაიკოსი და ძალიან მიხარია რომ დიდ იზრდება თქვენ ლიტერატურული გეუბნება. ბატონმა რეზომ შესანიშნავად ახსნა რასთან გვაქვს როცა რომანის ავტორობაზე გვაქვს პრეტენზია. ახლა გამომდინარე, რა თქმა უნდა წეროთ, წერა არ შეაუშვეს ადამიანს, მაგრამ უფრო მეტად ესე იგი თავად უნდა სცეთ პროზას. ის აბსურდი ბატონ თენგოს განსხვავებას. ცხოვრების ყოველგვარი პროექტის გარეშე, ზედმეტობის გარეშე ადამიანური სიტყვოთი აი გაჯადოებს და მის გვერდში გაგენებს შრომდაფე მის გვერდში. მივესალმეთ რა თქმა უნდა მისი პოეტური კრებულის გამოცემას. თვალყურს ვადებნო ხოლმე მისი რომანების, ნოველების წერას, ვადებნო ისი ცხოვრებისეულია, ცხოვრებას ეხება და ეს ხილვარამი რაც ხდება ხოლმე ჩვენ გარშემო, თვითონ ახერხებს და გადასცემს ხოლმე და ჩვენამდე მოდის. ძალიან კარგად გამოსდის და მე ბატონი ზავრის აიღოს აი ამ რომანების გაგრძელებას, ნოველების გაგრძელებას ისურვებ, რომ აი შენი ხედვები გადმოსცემ, შენი ნამაზი კალამით, თბილი კალამით რაცხოვარია და გასაგები კალამით, გასაგები რომანი ნებისმიერი დონის მკითხველისათვის და ნებისმიერი ადამიანისათვის. წარმატებებს ვისურვებ, კეფერების სული და გული, აი ნამდვილად მომწონს შენი კალამი, მომწონს შენი პიროვნება, პატივცემ და ამიტომ ვარ აი შევთან ერთად შენი ახლობლებთან და შენ გვერდში და გითხრა ხასიცო.
აგარ ქალბატონმა გამიხასია და როგორც პიროვნება შტრიხი გამოკეთა
ქალბატონის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად ვიცით როგორ ვფიქრობ, რას ვფიქრობ? კარგია, როცა კარგი მწერალია, კარგი პოეტია, მაგრამ თავარია ვინდას იმ პოეზიის და წერობის და როცა ესე იგი კარგი ადამიანია და კარგი მწერალიც არის, რომელსაც სასიამოვნოა. ქალბატონი დაგიმართლა თქვენ და ჩვენს გამომართლა რომ ვიცნობთ. Bis κατασκευή. მე ადრეს შეგვიძლია ახლა საჯაროდიდან გითხრათ რომ თქვენი ერთ-ერთი რომანის ჩვენთან ირჩევაობები ესა და სემაში აუცილებლად აქტენელი რესურსების პრიესა დაიქმნება რაოდენიმე ხანში. ასე რომ ძალიან და მადლობა რომ გავხარ მადლობა რომ მეგობრობას ვიწევ და გილოსავ კიდევ უმეტესი მადლობა ყველას. დიდი მადლობა. ფილოლოგი და იცნობს ბატონის ავით. იჭიერი ქალბატონი ჩვენ სტანდარტში მუშაობთ სხვადასხვაის და ძალიან პროფესიონალი შეიძლება იყოს. მე გულით ვწევ ასეთი ადამიანები რომ არიან ასეთ სიტუაციაში და მიდიან შრომით მიგრანტებად. შესაძლებელია იმუშაოს თქვენთანაც როგორც კორექტორი. ქალბატონო გალი, მოგესალმებით და ვითხოთ თქვენთან საუბარს. მოგესალმებით. Taxes საზოგადოებას ისმის. ერთადერთი გამოსდა ყველა სოფლის სიტუაციაში, რომ ინტერნეტში თვალყურია შეცდომი გაიბადა ლია როგორც წერალი, როგორც შემოქმედი და როგორც ხალხი, რომ ძალიან მოლოდნელია და ძალიან გულშემატკივრო. თან გადაცა ემოციური ფონიც ახლავს იქნება. ძალიან რთულია ისეთ სიტუაციაში, როცა უცხოეთში ხარ დედაციმის სამშაურო დროს არჩება და მონახვა ამდენი შენი ეროვნების განვითარება ძალიან რთულია და ამას ძალიან ოფიციალურად მილეშე. დიდი ადამიანია აღნიშნა, რომ ყველას არწავობს ხერხოს ამასე გამოჩვენოს თავისი უნარები. რომელიც თუნდაც ქონია და იცოდა მოლოდნა და მოაშინეს მიაც წარმოუდგენელ სიტუაციებში. ხოდა ახლიეს ძალიან ახლო დამოკიდებული მონაცემები თითქმის ყველა მისი ნაშრომი ჩემს ფილში ასეთ ისეთ გავდის და ისეთ მეთია მე ვფიქრობ რომ იოქო სახალხო მწერლად ჩამოყალიბდა რომ მისი შრომა ნაშრომები ის გასამორბები ენი კონკრეტის სიტუაციაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ინდივიდები ის განცდები და ის სექტები რასაც განცდები აქვს აბსოლუტურად რეალურია ჩიქოლოგია გმირის უკან რეალური ადამიანები დგას და ფაქტიურად გამოდის რომ ადამიანების ცხოვრების ეტაპები განსხვავებული აქვს აბსოლუტურად ისეთი მნიშვნელობით რომ ამით ბევრი ხდება და ხელას ნიშნავს მეგობრობის ფაში მაგრამ ხელას ნიშნავს სიყვარულის დაფასება, რამხელა ნიშნავს ადამიანობა და რაც მეგონია რომ ლია სახალხო მწერლად ნამდვილად ჩამოყალიბდა და ბევრი გულშემატკივარი აქვს ძალიან ბევრი კითხულობს ის ნაწარმოებებს და ესეც ალბათ იმისთვის ხდება რომ ეპოქა რომელიც და გავიაროთ სადაც უნდა ჩამოყალიბდეთ შეედგეთ სერიოზულ მწერლებად, სერიოზულ ლიტერატურებად ალბათ ესეც გასალებია და ლიას ვალიერების მიაქვს მეგონი ადამიანების ისლაში ის ნაცნობის ნაწილებს კითხულობდნენ. მე ოქროს ფასს წაიკითხავ, მე ეს ფასი და ასე ალბათ მივაქცევ იმას, რომ ბოლოს საქართველოსაც სერიოზული ლიტერატურული ლიტერატურული პროექტები ეყოლება, რასაც ძალიან განიცდით ამ ბოლოს მეგონი ყველა ხდებით ამას. ასე რომ მე ძალიან მიხარია მის წარმატებები, ისურვებ ძალიან დიდ წინსვლას და თან პლიას იმაში რაც მომწონს ამჩერდება იზრდება და ეს ხება დამსახურება ადამიანის ფსიქოლოგიისთვის და ფსიქოლოგიაში რომ განსხვავებული ხომებული დია ძალიან კარგი მოხდა და მინდა რომ დიდი წარმატებები
დიდი მადლობა ხალხურავის ასეთი არამარტო ლამაზი სიტყვებისთვის, არამედ ობიექტურად შეფასებისთვის ხალხურიასი. ისინი ერთად არიან, ერთ უღირებაში მოიყვნენ, ერთ ბეთქვეშ არიან და მე მინდა ხალხად დავიწყო, რომ ძალიან პროფესიონალია როგორც ლიტერატორი, ტანდემში მივმუშავეთ და შედეგის დავდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ ხალხურავის. ზია გორგოძე და აი ყველა ის ადამიანები, ვინც ფესბუქზე ტრიალებდა და ახლა ჩემთან არიან. ქალბატონი ლალი გითხარი ლიამ თვითონ გადაწყვიტა კაცის როლი თუ თქვენ გადააწყვეტა. პირველი მე გადავწყვიტე. პირველი მე გადავწყვიტე, მე აღარ შოხას. ხო კარგი მაშინ კარგადაა. როგორ შეასრულე? მაგაზე უნდა გისახედო, აუცილებლად უნდა გისახედო, რა შეიძლება ესე ტრანსფორმაცია გაიხადა, როგორც ევროპაში ავიდა ხალხურია. რამდენიმე საათით ესე კაცი ვახტაგათო, რა შეიძლება? არა, 4-ჯერ. მაუეს. მადლობა. ეხლა ბატონ ჯავასილიასთან და შემდეგ აჯერაშთან და მიკროფონი. ბატონო ჯავა. ჩადასკუთა. სოციალურ ქსელში Facebook-ში გავიცანი სამი-ოთხი წელი და პოეზიის სიყვარულმა ჩვენ გადავსვით ერთმანეთი და მის შესახებ როგორც ადამიანი მასა ძალიან მეგობრულია
ყველა წამოწყებაში და ყველა საქმეში დაუგონია ჩვენ გვერდით და ჩვენთან ერთად იყო და მართლა გაუცემული ვარ აი ამ ყველაფრით რომ ადამიანი შეუძლია რომანების წეროს, ლექსების წეროს, ასეთი ნახატები ხამოს და პლუს კიდე ამასთან სპექტაკლებში მიიღოს მონაწილეობა, რაც ჩემი თვალით ნახე და უყურე და მართლა გაუცემული დაუჩნდა და ამ ყველაფერს ყველაზე საინტერესო ეგარია ემიგრაციაში ადამიანის როგორც ვარდები ჩვენი ხალხი გავაბონები და ამ ყველაფერს ახერხებს ემიგრაციაში ყოფილი ქალბატონი. კიდევ ერთხელ ილოცავ ქალბატონია და ვიცი რომ კიდევ ბევრ რომანს და ბევრ პროექტებს გამოსცემდა. ილოცავ კიდევ ერთხელ. Perişi çemşirliği telekomaya profesyonel programı telekomaya profesyonel tavırıyla producer daire yaratılmış. Ankara'da zamanı da ülkemi sorumlu televizyonları itibat bağlıca yes. Ülkeye de yes. Da ülkeye kiraz yes. Sen bir şehir bunda olsa şu çiğ arasında yok çözülmüş. O da şu çiğ araya arkadaşlar ya. Olsa başlıyor ha. Da böyle söylüyorum. Ben abat belediye'den seçtim. Araya para geçeceğiz. Değişim da mida İtalyanlar ispektörü. Ama ne kadar bu çok önemli. Arada bu şeyler sunulmaz böyle. İtibar var. Ama sen madde var. Ne kadar sen. შეჯამება რაც თქვენ საუბრობთ და გავაკეთო თქვენ ახლა სოციალურ პრობლემებს რომელიც არის ტრაფიკინგი ასევე სიყვარული და არამხოლოდ ქალდამოკაციის საზოგადო პრობლემები წარმოქმნის და ძალიან დავუხადა რადგან ყველა ენდება საზოგადო პრობლემებს შეეხოთ მაგალითად ზურბაციას წერენ რაღაც გავაუგება სიყვარულზე მიხარია აუცილებლად ხალხს და ძალიან გამხადა რომ ერთი პატარა ბავშვის ოფიცრობაზე რომელიც აიძულა ცხოვრება აღაქცეული იყო და შემდეგ ასე გაუმართლა ამას შეეხება უგუნესი მადლობა და წარმატება არგი ყორხის ასო არგი უკარდესი ვიღობა მე ასეთი მოსიყვარულე ახალგაზრდა ადამიანი დღეს თანამედროვე არ მინახია ვიცხო ფიზიკურად ამჯერად შეგვედგარ გვაქვს კონტაქტი ეს არის უსაფრესი და რაც თავარია რიაზე ძალიან შეყვარებული ესე იგი მე ასეთი ურთიერთობა ვერც არ მომიდგენია და განსაკუთრებით ესე იგი ასრულებს ეს გოგო გამოხატავს ყველანაირად როგორც ხალხო რიამ ბრძანა ეს იყო შუამავალი ჩემსა და რია შორის და ესე იგი კარგად დაგუბრუნდა ლაბორატორი და უთხრა ქალბატონი ანჟელა ბერანი საქალბატონი Хомагла исაა. Кажи. Ура бай. არის
ძალიან ესე იგი ძალიან გეუბნებით მეაცეთ ურთიერთობა იშვიათად მინახია რა თან ყოველ კომუნიკაციის დროს და როცა ერთმანეთს ესე იგი საუბრებით სულ ლიას ახსენებს რა არ შეუძლია ლიას გარეშე და ეთქვა მან დაიმსახურა და გაქალავებას აღნიშნა ესე იგი რომ მას შეუძლია გვერდში დაუდგეს ადამიანს გაჭირვების დროს განსასწრების დროს და ეს არის ყველაზე დიდი შეიძლება სამჯი ადამიანი რომელიც იქ გამოადგება იმ სამყაროში გაიხარ მაგოთ ხორა ზუნეს დიდი მაგობა ხორა ზუნეს სურვილი კიდევ მოეფერო საბატონიას ბატონი მაგრიბუძეს მოძებნის განხადონა ლია წარმატებები და ისურვი შემოგივლე მე ხა შეფასებებს ვერ დავიწყებ რამე თუ ეხლა სიმართლე გითხრა მაინდა-მაინც დიდად მომხდარებულად არ მიმაჩნია ჩემი თავი აქ ძიანი საზოგადოება რომელიც ჩემზე უკეთ შეაფასებს ეს შემოქმედებას მაგრამ მე მინდა აი რა ჩინილია და რაც მე მოასწრე და თვალი გადავაგდე შენი შემოქმედებიდან შემიძლია წარმოქმნები ისრო და მე მომწონს ის ადამიანი როდესაც აი ამდეს ნუ ეს პრინციპში გაუჩერებლად მუშაობს ხატავს წერს იქ პროზა ლექსი ეს ყველაფერი ხალხო ეხლა ის არ მოდის რომ გემოდებული უნდა იყოს ვინც უნდა გიწყობდეს ხელს და რა ვიცი აი მე აქტუალური ვარ მართლია წარმოქმნები შემიძლია და ადამიანები ყველა ადამიანი თუ ასე გავერჯები ნებისმიერ სფეროში ხო ალბათ ამავდროულად საქართველოს ამავდროულად საქართველოსა და პრობლემებსაც საზოგადოება მე მინდა რომ ჩვენ საქართველოში იყოს მშვიდობა და ჩვენს ოჯახებში იყოს ყოველთვის მშვიდობა იესალმები მშვიდობა მშვიდობა რომ არ იყოს ჩვენ არ ვერიჩებოდით ასევე ჩემო ქალბატონო ჩემო მშვენიერო ლია ჩემო სერგია მინდა ამბიდან გულით მინდა გისტუმო ყველაფერი საუკეთესო ყველაფერი დიდი უნიჭიერი ქალბატონი ხარ და ძალიან მიყვარხარ ძალიან გაფასებ და ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და მოგეფერებით ჩემო მშვენიერო და თქვენივე სიტყვებით მინდა დავასრულო ეს თქვენი მოფერება მადლობა ღმერთო რომ შეისმინე ვედრება ჩემი ეკალ ბარდებზე ხმერით ატარე მონანი შენი მადლობა ღმერთო რომ არ დამრია სატანა ხელი მადლობა ღმერთო რომ მაგნე ლამაზ დღენი შენ ლამაზა შვენიერ ამას დაუვა უშენიერ მადლობა ეს რომ გამიცანი ქალბატონი უნიჭიერესი ულამაზესი ძალიან ბევრი სიკეთით და ბევრი მრავალფერი ნიჭით შემკული მე ძალიან მიყვარს მხატვრობა და ერთ დიდ მხატვარს დღევანდელ დღისთვის დიდ მხატვარს გამოეყვა ეკრე ერთხელ და უთხარი რომ ეს არის უდიდესი გასაუბრებელი ნიჭი ხო და არ დავეთანხმა ერთი ისეთი აი ლექსი დამაწერი რომ ყველას რომ მოეწონება ეს მხატვრობა სულ არ მაინტერესებს მე მაინც ჩემი რომ მხატვრობა განსაკუთრებული ნიჭია და ძალიან მეხარია რომ გავარდოს მხატვრობას საკმაოდ ხელეწიფება ბატონ რევას დავეთანხმებით და გამახსენდა ახლა მისი ნათქვამი რომ წეროს რაც შეიძლება ბევრმა მე ჩემთავზე ვიღებ ბატონმა ზაურბას თავის დროზე აცემით ხარ წერი ასეს რომ დაწერე ორი ნახატ კაი იქნება იქიდან
და ეს უნდა იყოს უანგარო სიკეთით გულით დაწერილი და ამას ეთყობა. ეხლა მე 5 ფურცელი წავიკითხე ამ წიგნში და ერთი 10 ფურცელი აგერ მეგობრებმა წავიკითხა. ნამდვილად ხალასია, აი გულიდან მოდის ეს დაწერილი და ერთი სტრიქონით მინდა დავამთავრო ჩემი დაწერილი. აზრი მაშინ აქვს კაცობას, მადლი მაშინ აქვს სიკეთეს, როცა არ ფიქრობ სანაცვლოდ ის კაცი რაც გაგიკეთებს. აი ეს იგი მადლობა ქართულია, ისროდ მოვაწარმოებელს. მადლობა გითხრათ მოთმინებისთვის ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღეთ. თურმე შესაძლებელია დარბაზი არ გაუმოვდეს. დაიმახსოვრეთ, როცა მოვალ წარდგინებაზე მოყავ ჩემი ესე იგი შემდგომლობის როცა იქნება, არც ერთი დათხოვა არ იქნება. ეს ასე ჯობია, ცერთ საკუთარ თავს პატივით, ცერთ ავტორს სამყარს, მინდა სიგეთე გისურვოთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ავტორის საქმეთაც დაფასებისთვის, დაწუნებული ვარ ძალიან საინტერესო საღამო იყო, მომავალ შეხვედრამდე.